კირჩხიბი, მორიელი და თევზები, ივლისის თვის ენერგიები. დავიწყოთ კირჩხიბებით. კირჩხიბები რა ენერგიებში ხართ? ივლისის თვეში ცოტა ემოციური ფონი მომეტებული გექნებათ კირჩხიბში. შეძლებელია ცხოვრებაში გქონდეთ გარკვეული დამაბნეველი, ორაზროვანი, გაურკვეველი სიტუაციები. ან ეხლა იმყოფებით, ან ივლისის თვეში შემოვიდეს ესეთი ბუნდოვანი მდგომარეობები, აქ ემოციური და უწონასწორობები იყოს, ცოტა მოწყენილობები, ცოტა დეპრესიული ფონი, ან უბრალოდ იყოს სიტუაცია, სადაც გარკვეული ტყუილების ალბათობა იქნება კირჩხიბებთან და ფარულ გაურკვეველ რთულ ენერგიებში შესვლისგან მოდით თავი შეიკავეთ და რთულ სიტუაციებში შესვლისგან, რადგან ტყუილების ალბათობები დიდია. ერთის მხრივ თუ მაგალითად ეს ტყუილის თემები არ არის, აქვე გიჩანთ გარკვეული ცუდი რთული მდგომარეობიდან გამოსვლაც, რაღაც ახლის კენსვლა, უკეთესის კენსვლა, შეიძლება ეს საერთოდ ძალიან დიდი სიახლეც იყოს და ბოლომდე ჯერ კიდევ ნათელი არ იყოს საით მიდიხართ, მაგრამ ძვრა მოძრაობა გექნებათ, უმოძრაო სტაგნაციური გაჩერებული მდგომარეობიდან კირჩხიბი დაიძვრებით და სიახლეებისკენ წახვალთ. შეიძლება ეს პირადი იყოს, ფინანსებიც იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, აქ სიახლეები ყველა შემთხვევაში გექნებათ. მაგრამ რთული პერიოდის გავლად იწევთ, რაც შეეხება მორიელებს. მორიელებთან ცოტა ტრანსფორმაციული ენერგიებია. მორიელი პრინციპშიც ესეთი ხართ, ტრანსფორმაციული ხალხი ხართ, ძველი სიტუაციების გაშვება და ჩახსნა გიჩანთ მთლიანი. შეიძლება ეს იყოს მაგალითად ფინანსური პრობლემები, პირადი ურთიერთობებისგან გათავისუფლება, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემების ჩახსნა, სიტუაცია, რომელთაც თავისი თავი ამოწურა გაუშვებთ ამ თვეში და დასტაბილურდებით, თქვენს პოზიციებს გაიმყარეთ, თქვენს მეს, თქვენს სიტყვას იტყვით, ივლისის თვეში მორიელები, აქაც გიჩანთ სიახლეები. ძველის წასვლა, ახლისკენ სვლა. ეს ამ ახალ გზაზე, ამ ახალ სიტუაციაზე საკმაოდ თავდაჯერებულებიც იქნებით მორიელები, საკმაოდ დარწმუნებულები, მკაცრები, მომთხოვნები, შესაძლებელია საქმიან თემებში გაგიმართლოთ სხვათა შორის მორიელებს, ან ოფიციალურ ორგანოებთან, ან ფინანსურ საკითხებში, კონტრაქტებში, ხელშეკრულებებში, საბუთებში წინსვლა ძვრა გექნებათ. რაც შეეხება თევზებს. თევზებისთვის თვე ცოტა კონფლიქტურია, ცოტა საწვალებელი ენერგიები გაქვთ, შეიძლება მოგიწიოთ სიტუაცია რაღაცასთან შეჭიდება, ან ბრძოლა, ან კონკურენციაში გასვლა, ან რაღაცა სიტუაციაში თქვენი ადგილის დამკვიდრება. პრინციპში ვიტყოდი, რომ თავს გაართმევთ. თევზების ემოციები ამ თვეში ნაკლებად გიჩანთ, უფრო ისეთ მკაცრ, მიმწოლ პოზიციებზე დადგებით, საკმაოდ ცივ რაციონალურ ენერგიებში იქნებით, გადაწყვეტილებებს მიიღებთ, პასუხისმგებლობებს თქვენ თავზე და სიტუაციაზე თავად აიღებთ, აქ მოგიწევთ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა, განხილვა, შეიძლება რაღაცა სიტუაცია შეგექმნათ ესეთი, რომ მიიღოთ, კიცე თქვათ არა, მაგალითად, არა მე ეს არ მაწყობს, ან ეს მე ესე მინდა და მე ამას გავაკეთებ, ეს მომენტი გექნებათ აქ. არსებული სიტუაციების შენარჩუნებისთვის იბრძვით, შეიძლება ვიღაცები გებრძვიან რაღაცა სიტუაციაში, თქვენი დამარცხება უნდათ, მაგრამ ვერ გერევიან თევზებს. წარმატებებს გისურვებთ სამივე ნიშანს.